მოგესალმებით მეგობრებო, ამ თავში უფრო მეც გაიგებთ 5G ქსელში სხვადასხვა ქვეყანაში სიხშირის დიაპაზონების შესახებ. ასევე აუქციონებისა და მღელვარების თაობაზე, რაც სიხშირის განაწილებას ახლავს. რადიო სიხშირეები ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული, შეზღუდული და მოთხოვნადი რესურსია 5G ქსელისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რატომ არის ისინი ასეთი ფასეული. ეს საკითხი მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს. თუმცა თავში არ ვისაუბრებთ რადიო სიხშირების დიზაინზე, ბიმფორმინგზე, ჩარევაზე და გადართვებზე. არც სატელიტური ინტერნეტის ფიქსირებული უკაბელო კავშირის ან სხვა უსადენო ტექნოლოგიების განხილვას შეუდგებით. აქ ყურადღებას გავამახვილებთ ძირითად თემებზე, რაც დაგეხმარებათ სიხშირის განაწილების დისკუსიებში და გაიგებთ, როგორ ახდენს ეს გავლენას 5G ინფრასტრუქტურაზე. ასევე შეიტყობთ, რატომ არ არის ყველა 5G ქსელი ერთნაირი. სხვადასხვა ქვეყანაში სიხშირების განაწილება განსხვავდება. რადიოტალღების ღრმა ანალიზი ამ კურსის ფარგლებს სცილდება, თუმცა აქ თავაზობთ მარტივ და არაოფიციალურ მიმოხილვას მსოფლიოს სხვადასხვა სიხშირის განაწილების წყაროების შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 5G-ს გარშემო არსებული აჟიოტაჟი დაკავშირებულია ხშირად კონკურენტულ უპირატესობასთან, რაც სიხშირის აუქციონებსა და კონკურენტულ ბრძოლას მოჰყვება. ხშირად სათანადო რეგულირების გარეშე, მაგალითად, 2022 წელს ავიაციასთან დაკავშირებული ჩარევის შემთხვევების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ გამოსცა 5G-ს უსაფრთხოების დირექტივა. ანალოგიურად, ევროკავშირის პარლამენტის მიერ ჩატარებული კვლევები 5G-ს ჯანმრთელობის თაობაზე აჩვენებს, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები იმის გასარკვევად, თუ როგორ ზემოქმედებს 5G მჭიდრო ინფრასტრუქტურა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. მადლობა ყურადღებისთვის.